საინტერესო თემატიკაზე ძალების შესახებ იურისტის ვარ. აქ თუ გაქცეთ ვალდებულებებს, რომლებიც აი საერთაშორისო 50 წლის 20 დეკემბრიდან განხორციელდა, უკვე მომდევნო წლიდან, რაც მიმდინარე წლიდან განხორციელდა. სამართლის ძალების დღე და მას შემდეგ ყოველ უახლესი ისტორიიდან საგდოს ოფიციალების შესახებ გაგაცნობ თითოეულ მათგანს საზღვრული შეიარაღების შესაბამისად გავდივართ სწავლებებს. ჩვენ ვიმყოფებით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა დავსწრებოდით ტრენინგს, რომელიც ჩატარებული იყო თავდაცვის ეროვნული ძალების მიერ, რომელიც იყო საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული, შესაძლებლობა ჰქონდა, რომ პრაქტიკულ ნაწილშიც მიგვიღო გამოცდილება და დაგვეგროვებინა ის განსაკუთრებული მოგონებები, რომელიც დიდი ხანი გაყვება, მე პირადად უკვე მესამედ ვარ ამ ბანაკში და ალბათ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ, რადგან ეს არის იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავიჩინოთ მეგობრები, დავაგროვოთ გამოცდილება და შევიძინოთ ის ცოდნა, რასაც სხვაგან შეიძლება რომ ვერ მოვახერხოთ. ჩაგვიტარა ტრენინგი საქართველოს თავდაცვის ძალებმა, გაგვაცნეს ინფორმაცია სამხედრო ძალებთან დაკავშირებით, მივიღეთ ინფორმაცია წოდებების შესახებ, ანაზღაურების შესახებ, სხვადასხვა პროგრამების შესახებ. მე პირადად მეორედ ვარ აქ წამოსული, თუ მექნება შესაძლებლობა მესამედაც წამოვალ, მეოთხედაც წამოვალ. რადგან აქ ძალიან კარგი გარემოა, გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი და წინ კიდევ ძალიან კარგი სახალისო დღეები გვალის. მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ვიზიტ ვიმყოფებოდით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ჯარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თავდაცვის ძალებში მონაწილეობის მიღებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე თავდაცვის ძალების შეარსებული შეიარაღების ტექნიკის გაცნობა და მხიარული სტარტების ჩატარება. ჩატარების შემდეგ გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს სერტიფიკატები.